ექვსასი ოჯახის სოფელ ხეთაში შესაძლოა სასმელი წყლის გარეშე დარჩეს. მიზეზი შეპესე ხეთას მიერ წყლის სათავე ნაგებობასთან ერთი თვის წინ დაწყებული სამუშაოებია. სოფლის მოსახლეობამ დღეს კომპანიის ქმედებები აქციით გააპროტესტა. ხეთელებს სამუშაოების შეწყვეტის გარდა კომპანიასთან კიდევ რამდენიმე მოთხოვნა აქვს. რის საფუძველზე სთხოვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოფლის მოსახლეობას საფლავების ამოთხრას და სხვა ადგილას გადატანას და როგორია ხობის გამგეობის პოზიცია. პაატა ლაგვილავაგი ამბობთ. ექვსასი ოჯახი სასმელი წყლის გარეშე რჩება. ამის გამო სოფელ ხეთის მოსახლეობამ შეპესე ხეთას წინააღმდეგ, რომელიც ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე დაფნის და ციტრუსის პლანტაციებს ფლობს, საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს კომპანიის მიერ კირქვის კარიერზე ერთი თვის წინ დაწყებული სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. ისინი ამბობენ, რომ წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც კარიერთან მდებარეობს, ინერტული მასალის მოპოვების გამო ამღვრეულია და დასალევად უვარგისი. წყალი მოდის ამღვრეული, ორი ბავშვები მყავს, სახლში წყალს ვერ ვასმევ ბავშვებს. სათავე ნაგებობა წყლის არის იქ, სადაც აქვს გახსნილი ეს კარიერი და ყველაფერი უშლის ამას ხელში 50 მეტრის სიღრმეზეა ჩასული და წყალი მოდის ღრუიე. იკარგება წყლის სათავე იკარგება ფაქტიურად. კარიერი რო გახსნეს, უკვე იქ აიმღვრა წყალი და ძალიან ცუდი მდგომარეობა, მთლიანად ჩამოდის გორა. ადგილობრივები ყვებიან, რომ კომპანია მის ტერიტორიებიც მიითვისა, რაც მას არ ეკუთვნოდა და მოსახლეობა საძოვრების გარეშე დატოვა. ხეთელები აცხადებენ, რომ იჯარით აღებულ მიწაზე კომპანიამ მრავალწლიანი ხეები მთლიანად გაანადგურა. მთავრობას ვთხოვთ, ახლანდელ მთავრობას მაინც, რომ მოგვაქციოს ყურადღება, მოგცეს საშუალება, რომ ვიცხოვროთ. ლუკმა პური რო ჭამოს, ამის საშუალებას არ გვაძლევენ. არ არის აქ არაფერი, ძროხები რო გაუშვან, საზურები, არაფერი, ყველაფერი განადგურებულია. განადგურებულია, ხეთყა აჭრილია, ხედავს ყველაფერი რა მდგომარეობაშია ყველაფერი. ამ შლაგბაუმის მეორე მხარე შეპესე ხეთას მიერ 2005 წელს 59 წლიანი იჯარით მიღებულ ტერიტორიაზე მდებარეობს სოფლის სასაფლაოც. ადგილობრივების განცხადებით სასაფლაოზე ახალი მიცვალებულების დაკრძალვის უფლებას აღარ აძლევენ და უკვე არსებული საფლავების ამოთხრას და სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ. ამის შესახებ შეპესე ხეთამ რამდენიმე ოჯახს განცხადებითაც მიმართა. ერთ-ერთი მათგანი ბადრი ანთია, რომელსაც კომპანია მამის საფლავის გადატანას თხოვდა. ამ საბუთის საბუძველზე იმან მომწერა, რომ მე უნდა გადამესაფლავებინა მამაჩემი სხვაგან. დევნილები იყო მამაჩემამდე იქ დამარხული. ეს სასაფლაო გახსნილია კაი 10 წლის უკან, სანამ ისყიდი და ამ მეურნეობას. ჩემი მეუღლის ძმა უნდა დაგვესაფლავებინა თავის მეუღლესთან და არ მოგცეს ნება დაიბარენ იქ კანტორაში და ატყდა ერთი ამბავი და ისე ნაძალადევად დავასაფლავეთ აქ. შეპესე ხეთაში არ უარყოფენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ახალი საფლავების დამატება არ სურთ. თუმცა მოსახლეობის ბრალდებას ძველი მიცვალებულების ამოთხვრის შესახებ კომპანიაში არ ადასტურებენ. კომპანიის იურისტმა გარდაცვლილთა ოჯახებისთვის მსგავსი დოკუმენტის გაგზავნა უარყო. იმის მიუხედავად, რომ მასზე კომპანიის დირექტორის ხელმოწერა და შეპესე ხეთას ბეჭედია დასმული. ეს არის კერძო საკუთრება და ამ საფლავის გაფართოება არ მოხდება. საფლავების აყრასთან დაკავშირებით საუბარი არ არის. ეს არის მათი მონაგონი. არა, მე ამ დოკუმენტის საქმის კურსში არ ვარ და ასეთი დოკუმენტი შეუძლიათ ხადაათი შექმნათ მაგათ, მაგრამ ბეჭედია და ხელმოწერა. არა. ვერ გეტყვი. შეპესე ხეთაში აცხადებენ, რომ შლაგბაუმი რამდენიმე წლის წინ ტერიტორიის დასაცავად დაამონტაჟეს და მოსახლეობას იქ გადაადგილების პრობლემა არ ექმნება. ბრალდებას ქარსაცავის ზოლის განადგურებაზე კი უპასუხეს, რომ უვარგისი ხეების გამოხშირვა და მათი ახლით ჩანაცვლება ხდება. რაც შეეხება სასმელი წყლის დაბინძურებას, კომპანიაში ამბობენ, რომ 2006 წელს ოფიციალურად 20 წლიანი ლიცენზიით მიიღეს კარიერის დამუშავების უფლება. ხდებოდა უკანონოდ ხე-ტყის ჭრა და გატანა. აქედან გამომდინარე გადაწყვეტა მე პატრონემ, რომ იქ რაღაცა ფორმით დაცული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ამ გაბრაზებულ ხალხზე, რომელსაც რა მიზნები აქვს და რა მიზანი აქვს ჩვენთვის უცნობია. დაწერონ წერილობით, მოგმართოთ ხოვნით და ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით გასწევს ამომწურავ პასუხს. ხობის გამგეობა შეპესე ხეთას საქმიანობის შესასწავლად სპეციალურ კომისიას შექმნის. კომისია საკრებულოს წევრებთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროს და ქონების მართვის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ეკუთვნის ამ ადამიანს ეს ტერიტორია თუ არ ეკუთვნის, აქვს თუ არა ლიცენზია, თუნდაც კარიერთან დაკავშირებით, თუნდაც ამ ხის მოჭრასთან და ქარსაბაჟისთან დაკავშირებით და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს. ისეთნაირი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არც კერძო მეწარმე დაზარალდეს ამ შემთხვევაში და არც მოსახლეობა დაზარალდეს. შეპესე ხეთის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ბორის იოსავაა. რომელიც 2013 წლის მაისიდან კომპანიის 57%-ს ფლობს. დანარჩენი 43%-ის მფლობელი კი ვინმე სერგეი ფესენკოა.